საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ინგლისში დაასრულა. ჩვენი გუნდი ქალაქ მანჩესტერში ინგლისის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით 7-8 დამარცხდა და მთავარ მიზანს მიაღწია. ზვიად დავითიანის მიერ მომზადებული გუნდი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ევროპის 12 საუკეთესო გუნდ შორის მოხვდა. მეშვიდე გატანილმა გოლმა ყველა ეჭვი გაფანტა. ინგლისის ნაკრებთან გასვლაზე წაგების მიუხედავად საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგ ტურში გასულია. მანჩესტერში თამაში 8-7 დასრულდა, თუმცა ორი თამაშის შედეგად ჩვენებმა 5 ბურთის სხვაობით გაიმარჯვეს. საშუალებას გვაძლევს ევროპის შესარჩევ 12 უძლიერეს გუნდში მოხვდეთ. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მართალია ჩვენი გუნდელები 12 ჯერ გააგდეს, მაგრამ მათ მოახერხებს მხოლოდ ერთი ბურთით დამარცხება. გუნდმა თავის ამოცანა ნამდვილად შეასრულა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ უკვე გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და მოხვდეთ 12 საუკეთესო ევროპის გუნდში. რაც საშუალებას მოგცემს უკვე ჩვენ ვიბრძოლოთ, რეალურად ვიბრძოლოთ ოლიმპიური საგზურისათვის, რაც არავის არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ ქართული გუნდი გავიდეს ოლიმპიადაზე და დღეს უკვე ამის შანსი გაგვიშვა. საქართველოს ნაკრები ინგლისში ოპტიმალური შემოდგენლობით ჩამოვიდა. აქ არიან როგორც გუნდის ყველა წამყვანი ქართველი მოთამაშე, ისე ჩვენი ნაკრების ბალკანელი წევრები. გუნდში ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან განმობირებული 4 მოთამაშე თამაშობს. თუმცა ნაკრების მთავარი იმედი რეზო ჩომახიძეა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, რომელსაც წყალბურთის მესის ეძახიან. ბოლო თამაში გვაქვს დარჩენილი ჯგუფში, ამისთვის მივდიოდით ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ. დღეს დაგვჭა ბოლო თამაში და გუნდი მზად არის ოპტიმალურად, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ მთავარი თამაშისთვის. საქართველოს ინგლისში დიდი 6 ბურთიანი უპირატესობით ჩამოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად მატჩი მაინც დაძაბული გამოდგა. ბრიტანეთს ზურგს ხომ სავსე დარბაზი უმაგრებს. თამაში მანჩესტერის უდიდეს აუზზე გაიმართა და ტრიბუნები მაყურებლით სავსე იყო. თუმცა ქართული შეძახილები მაინც მკაფიოდ ისმოდა. ხალხო! ჩამოისწავლობთ ჩესტერში, არ გავმაზეთ ეს შესაძლებლობა, რომ ჩამოსულიყავით ჩვენ მარტო 3 გულშემატკივრობთ ყველანაირად ჩვენ ბიჭებს რა, გვერში უდგავარ. თამაში ინგლისელების საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. მათ პირველი ორი ტაიმი მოიგეს. თუმცა ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა თამაში გარდატეხა შეიტანა და მესამე ტაიმი ფრე, მეოთხე კი უპირატესობით დაასრულა. ყველაზე მეტი ბურთი რეზო ჩომახიძემ და მიშა ბაღათურიამ გაიტანეს. აღსანიშნავია მეკარის ზურა ჭუმბურიძის კარგი თამაშიც. თამაში ძალიან რთულად დაიწყო. ინგლისელებმა წაიყვანეს პირველი წუთებიდან. სლოვაკიმ ისე გვსაჯობდა, რომ უნდა რომ ჩვენ წაგვეგო 6 ბურთიდან მეტი, მაგრამ ჩვენ მაინც არ მივეცით საშუალება და ჩვენთვის წარმატებით დავასრულოთ. კარგი იქნებოდა რომ მოგვეგო, მაგრამ ამ შედეგითაც არ ვართ უკმაყოფილები. 10 აგვისტოს კენჭისყრაზე გაერკვა საქართველოს ნაკრების შემდეგი მოწინააღმდეგე. პლეი-ოფში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წყალბურთის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის